ორი ოქროს მედალი და ორი ევროპის ჩემპიონი. ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულეს. ლიპარტელიანმა, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ფინალში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა. შავდათუაშვილმა კი აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს მოუგო. ამ დროისთვის საქართველოს 3 მედალი აქვს. გუშინ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გახდა. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი მასპინძლობს და ის 19 აპრილამდე გაგრძელდება. UFC-ს მებრძოლი არმან ცარუკიანი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნეს. როგორც მგზავრები ამბობენ, ამის მიზეზი ის გახდა, რომ წარმოშობით სომეხი სპორტსმენი აფრენისას ტელეფონს იყენებდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაძაბული საუბარი ცარუკიანსა და თვითმფრინავის ბორტის წევრებს შორის. რის შემდეგაც მებრძოლი თვითმფრინავიდან ჩახნავ. ცარუკიანი ამერიკაში მიემგზავრებოდა, სადაც RAF-ის ტურნირში უნდა მიიღო მონაწილეობა. ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მსაჯებს უპირისპირდება. კატალონიურმა კლუბმა მეოთხედ ფინალური მატჩის არბიტრების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ბარსელონაში მიიჩნევენ, რომ ატლეტიკოსთან გამართულ ორივე შეხვედრაში მიღებული იქნა რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თამაშის წესებს არ შეესაბამებოდა. ამას კი ემატებოდა რეგულაციების არასწორი გამოყენება და ვარის სისტემის უგულებელყოფა, როცა ის საჭირო იყო. ლიონელ მესის საფეხბურთო კლუბის მფლობელი ხდება. ოქროს ბურთის 8 გზის გამარჯვებულმა ესპანური კორნელა 100%-იანი წილი შეიძინა. ლიონელ მესის გამოჩენა კლუბის ისტორიაში ახალი ეტაპის საწყისია. ჩვენ გავაგრძელებთ ზრდას როგორც სპორტულად, ისე ინსტიტუციურად, წერს კლუბი გავრცელებულ განცხადებაში.